დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მესიამოვნებით წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს გიორგი თევდორაშვილს. დაგლოცეთ მამაო. Ყველას ამაღლებულ და მშვიდობიან განწყობას და დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს და მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. გილოცავთ განახლებულ სტუდიაში მოღვაწეობას. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით მამაო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ალბათ უმჯობესი იქნება ჩვენი საუბარი დავიწყოთ, იმით თუ როგორ მოგვითხრობს სახარება აი ამ მოვლენას. ნუ ბუნებრივია იგულისხმება მაცხოვრის ამაღლება. სარწმუნოების სიმბოლო მწამში მე-6 წევრი გახლავთოს გადმოცემულია შემდეგი სწავლება. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარეას მარჯვენით მამისა. ეს წევრი ძალიან მოკლეა, მაგრამ საკმაოდ ღრმა შინაარს გადმოგცემს. ჩვენ შემდეგი სწავლებები უნდა ვიცოდეთ ამაღლების შესახებ. პირველი კი ის არის, რომ ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ამაყად უნდა განაცხადოს და უნდა იცოდეს, როგორც წმინდა წერილში წერია, რომ ქრისტე აღდგა, ამაღლდა და მჯდომარეას მარჯვენით მამისა. ანუ პირველი სწავლება ნიშნავს იმას და უნდა ვიცოდეთ ის, რომ ქრისტე ამაღლდა არა როგორც ღმერთი, ის ყოველთვის ამაღლებულია და ყოველთვის მარჯვენით მამისაა და იგი ერთარსია და თანასწორია მამისა. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანური ბუნება ამაღლდა და მჯდომარეას მარჯვენით მამისა. რას ნიშნავს მჯდომარეა მარჯვენით მამისა? ასეთი ჩვეულება ჰქონდა რომის იმპერატორს, მას ყავდა ყოველთვის ხელმწიფე თანა იმპერატორი, რომელიც მის გვერდზე იჯდა და იგივე უფლებებით სარგებლობდა რაც იმპერატორი. ანუ მჯდომარე მარჯვენით მამისა ნიშნავს, რომ ქრისტეც იგივე ღმერთი და იგივე თანასწორია, როგორც მამა ღმერთი. არავითარი სუბორდინაცია არ არსებობს, როგორც მწვალებელი ორიგინე ქადაგებდა ამას და როგორც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ. თითქოს შედარებით, ასე ვთქვათ, აღმატებულია მამა და შედარებით ნაკლებია ძე. ანუ პირველი სწავლება უნდა გულისხმოვყოთ, რომ მარჯვენით მჯდომარეა იესო ქრისტე. და როგორი ბუნებით ამაღლდა, ესეც საინტერესოა, ხო, თუ არ ამაღლდა როგორც ღმერთი, მაშინ გასაგებია, რომ იგი ეს მეორე სწავლება უკვე მეორე ჭეშმარიტება, რომ იგი ამაღლდა როგორც სრულყოფილი ადამიანი. მან შეიმოსა სხეული ადამიანის ცოდვის გარეშე და იგი ამაღლდა ადამიანური ბუნებით. სრულყოფილი კაცი ამაღლდა მარჯვენით მამისა. ეს უკვე მეორე სწავლება. რაც შეეხება მესამე სწავლებას, აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა. რომ როგორი სხეულით ამაღლდა ქრისტე, ცოდვილი, რა თქმა უნდა, ცოდვილი მას არ ქონია, მას რომელიც სხეულიც მან შეიძინა ღვთისმშობელი მარიამისგან და რომელიც სწორედ იგი აღდგომის შემდეგ, ჯვარცმის შემდეგ, რომელიც აღდგა, აი იმ სხეულით არის ამაღლებული ქრისტე და მჯდომარეას მარჯვენით მამისა. ეს მესამე სწავლება. რაც შეეხება მეოთხე სწავლებას, ეს გარკვევით უნდა ვიცოდეთ, რომ იგი მყოფობს ხორციელად მამა ღმერთის გვერდზე. ეს რას ნიშნავს? აი ჩვენ როცა ვეზიარებით წირვის ბოლოს სისხლს და ხორცს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან მაშინ ხორციელად შემოდის იესო ქრისტე, მაგრამ იგი მუდმივად არის მამა ღმერთთან ხორციელი ბუნებით. როგორც ღმერთი, იგი ყოველივე ეს გამსჭავლას და ყველგან არის, მაგრამ ხორციელი ბუნება მისი უკვე არის მამასთან ყოველთვის. და ჩვენთან მოდის, როცა ჩვენ ვიღებთ წმინდა ზიარებას. ნახეთ რა? დიდი სასწაული და დიდი წყალობა არის ჩვენთვის ზიარება. მამაო, ჩვენ ვიცით, რომ 40 დღის განმავლობაში ამაღლებას აღნიშნავთ აღდგომიდან მე-40 დღეს, ქრისტე ეცხადებოდა თავის მოციქულებს და მოუთხრობდა მათ სასუფევლის შესახებ. რატომ იყო ეს აუცილებელი? ერთადერთი არსება, ვისაც არ ჭირდება განსწავლა, ეს არის ღმერთი. დანარჩენი ყველა ქმნილებას, ეს იქნება უხილავი ანგელოზი თუ უხილული ადამიანი, ყველა ჭირდება განსწავლა. იმიტომ ადამიანი არის დაცემული ბუნების, მან დაკარგა ცოდნა, რომელიც ღმერთმა მას სამოთხეში მისცა უშრომელად. აქედან გამომდინარე, დაცემულ ბუნებას ყოველთვის ჭირდება სწავლება და სწავლების გადმოთარგმანება. ჩვენ და ასევე ვიცოდეთ, რომ ჩვენი მოძღვარი არ არის რომელიმე უბრალო ისტორიული პიროვნება. ჩვენი მოძღვარი არის განკაცებული ღმერთი. ანუ ჩვენი რელიგია, სწავლება მოცემულია ზეცისგან. განკაცებულმა ღმერთმა მოგვიტანა და მისი სწავლება, რომელიც მოციქულებთან დარჩა, რა თქმა უნდა, ამაღლებამდე და აღდგომამდე, რომელსაც იგი ასწავლიდა, მისი განმარტება არის საჭირო და მეცაც გეტყვით, რომ იგი როცა სანამ ამაღლდება ელეონის მთაზე რო გაყავს მას მოციქულები დაასხავს ხელს და ასეთ სიტყვებს ეუბნება, რომ მე მოგივლენთ სულიწმინდას, რომელიც თქვენში იქნება და ყოველივე იმას განგიმარტავთ, რასაც მე გასწავლიდით. ანუ ის 40 დღეს არ არის საკმარისი, როცა მაცხოვარი იმყოფებოდა მოციქულებთან და როგორც წერია, გადმოუთარგმანებდა, ანუ განუმარტავდა ყოველივე იმას, რასაც იგი ამაღლებამდე და აღდგომამდე ასწავლიდა. ანუ ეს ყველაფერი ჩვენთვის არის საცნაური, რომ ჩვენს ყოველ დღე, ყოველ ესე ვთქვათ, დილა იქნება თუ საღამო და შუადღე იქნება, ყოველთვის უნდა ვსწავლობდეთ. როგორ უნდა ვსწავლობდეთ? სახარების კითხვით, სახარების კომენტარებით, წმინდა მამათა დარიგებებით, პატროლოგიით, მოძღვართან ურთიერთობით და ყოველი წირვა როცა მოგახსენებათ არის განსწავლა. წირვის ბოლოს გამოდის მოძღვარი, როცა აზიარებს მრევლს და განმარტავს იმ სახარებას, რომელიც მითითებულია ტიპიკონით.
აი ამ ყველაფერს მრევლი უნდა იმახსოვრებდეს და უნდა მადლობდეს ღმერთს, რომ აი ღმერთმა არ დაგვიტოვა ჩვენ ობლად, დაგვიტოვა სახარება, დაგვიტოვა ეკლესია, დაგვიტოვა სამოციქულო სწავლება და თელი ცხოვრების მანძილზე უნდა ჩვენ სწავლოთ. ეს არ არის საკმარისი თქვენ მოგეხსენებათ კომუნისტების ჟამს ის სწავლება იყო რომ სწავლა სიბერემდე. არა, სწავლა სიბერემდე არა, სწავლა დაუსრულებელი პროცესია. როცა ადამიანი გარდაიცვალა, მერეც სწავლობს კიდე უფალთან ურთიერთობაში. ეს ძალიან მცირე ხანია, ხო, ჩვენ 80-90 წელი ყველაზე ესე თქვათ კარგი ვარიანტი, მაგრამ როცა ადამიანი გარდაიცვალა, მისი სული აგრძელებს სწავლას უკვე ბუნებრივია იქ ანგელოზების მიერ, წმინდანების მიერ და ეს არის დაუსრულებელი პროცესი. ასე ვარავინ არ თქვას რომ აი მე უკვე ვისწავლე, ვერ მაიცის ხოლმე ხო სკოლის მოწაფეებმა სტუდენტმა, მე დავამთავრე სწავლა. პირიქით, როცა ადამიანი რაღაცას ისწავლის, მე ხვდება რომ მან არაფერი არ იცის. კიდევ ანტიკურ ხანაში ბრძანებდა სოკრატე რომ მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი. და ამას ამ სიტყვებს შესანიშნავად, ასე ვთქვათ, გადმოათარგმნებს პავლე მოციქული კორინთელთან იმათ ეპისტოლეში, მე ვისაც გონია რომ რაიმე იცის, მან ისი არ იცის, როგორც უნდა იცოდეს. და ჩვენი ყოველი გამოსვლაც ხო მაგას ემსახურება, ყოველი მოძღვარი რომელიც თქვენ ეთერში გამობრძანდება გარკვეულ სწავლებას გადასცემს, არა საკუთარს, არამედ მამათა მიერ, ერთი განსხვავდება მართლმადიდებლობა და წვალებულობისაგან. წვალებულები ასწავლიან იმას, რაც თვითონ ფიქრობენ, რაც თვითონ მოიგონეს, რაც თვითონ მიაჩნიათ მართებულად. აი მე ასე ვფიქრობ, ეს არის წვალებულობა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გეუბნებით, რომ სახელითა მამისათა და ძისათა დაწმინდისა სულისათა, აი პავლე მოციქული ბრძანებს, პეტრე მოციქული ბრძანებს, უფალი ბრძანებს, წმინდა წერილი ბრძანებს, ეს ყველაფერი ჩვენ ყოველთვის ვამბობთ უფლის სახელით და სულიწმინდის მადლით და ჩვენ რა სწავლება შეგვიძლია გადავცემთ, ხო, არაფერი. კეთილი. მამა, უფრო ასე ვთქვათ, სიღრმისეულად რომ განვისადოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა და ბუნებრივია ჩვენმა ტელემაყურებელმა, აი რა მოვლენა არის ეს მაცხოვრის ამაღლება თელ სამყაროში და კაცობრიობის ისტორიაში საოცარი რამე ხდება. საკმაოდ საინტერესო კითხვა დამეშვით გიორგი. აი ამის შესახებ 23 ფსალმუნი სასურველი იქნება წაიკითხოს მსმენელმა, მაყურებელმა. ეს არის 23 ფსალმუნის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლი. ჯერ ვიტყვი ძველ ქართულად და მე თანამედროვე ქართულად. აქ არის საუბარი უფალი აკურთხებს ანგელოზებს რომ გააღონ კარიბჭეები, აღახვენეთ ბჭენი თქვენი მთავარნო, აღახვენეთ ბჭენი საუკუნენი, რათა შევიდეს მეუფე დიდებისა. ვინ არის ესე მეუფე დიდებისა? ეს არის მეუფე დიდებისა გამარჯვებული ბრძოლასა შინა. ნახეთ რა ხდება, როცა ადამი გამოაძევა ღმერთმა 60 და დაიხურა კარიბჭის, ანუ 60-ის კარები და ღმერთმა ჩააყენა ქერუბიმი მოტყინარე מחვილით. როცა მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა, იგი ანგელოზები ვერ ხვდებიან. უკვირთ თითქოს, ხო? უკვირთ ანგელოზებს და ითხოვებენ, ვინ არის ესე მეუფე? წარმოიდგინეთ, რამხელა სწავლება, რამხელა სიდიადეა, რომ ბოლომდე არც ანგელოზებმა იციან რა ხდება. ანუ მაცხოვრის შობა, მაცხოვრის აღდგომა, მაცხოვრის განკაცება, ყველაფერი ეს ანგელოზების მიერ არის უწყებული, მაგრამ ბოლომდე არც ანგელოზებმა არ იციან რას ამბობენ. რაკეთა გამომდინარე, როცა მიიღეს კურთხევა რომ ბჭენი აღახვნენ, ანუ კარები ჭაები გააღონ, კითხულობენ ვის უნდა გაუღოთ კარები და ამ დროს არის პასუხი, რომ ეს არის მეუფე დიდებისა, რომელმა გაიმარჯვა ბრძოლასა შინა. ანუ მან დაამარცხა სიკვდილითა სიკვდილი და ადამიანის ბუნება აღამაღლა მარჯვენით მამისა. ნახეთ რამხელა სიდიადეა, რამხელა ბრწყინვალებაა და ამიტომ აქვია ამ დღეს ამაღლება და ღმერთმა ყველას ამაღლებული სულიერება და ხორციელება მისცეს. ეს არის სიღრმისეულად თუ გვინდა რომ ჩვენ გავიგოთ რას ნიშნავს, რომ კარიბჭეები იღება და ადამიანის ბუნება განკაცებული ღმერთის მიერ არის მარჯვენით მამისა. და ბუნებრივია ადამიანს ეს სიტყვები ესმის, უნდა იყოს გახარებული, ამაღლებული, ბედნიერი შინაგანად. და რა ისე თქვათ, რომ დღეს სამწუხაროდ ძალიან ხშირად საეკლესიო დღესასწაული მსგავსება საეროს, მარტო მილოცვით მთავრდება და ბოლომდე ადამიანებიც არ იციან, როგორც ანგელოზებმა რას დღესასწაულოთ. ამიტომ დღეს უნდა წავიდეთ წირვაზე, ვეზიაროთ, თქვათ, აღსარება, მივიღოთ წმინდა ზიარება და ბოლოს მოვისმინოთ გადაგება მაცხოვრის ამაღლების შესახებ. მამა, ვიცით რომ ქრისტე ამოყდა გაშლილი მაკურთხეველი ხელებით და ელეონის მთასთან იდგნენ მისი მოციქულები, მოწაფეები. აი ეს რისი ნიშანი იყო, თუ შეიძლება რომ გაგვიმართოთ? ძნელი არ არის ელისაბედ მიხედრა, რომ ქრისტემ მოუწოდათ ეს კაცობრიობას, არა მარტო ქართველებს, არა მარტო რუსებს, არა მარტო ბერძნებს, არა იმ ხალხს, ვინც დღეს ითვლებიან მართლმადიდებლად, არამედ კაცობრიობას, ყველა რასას, ყველა ფერისა და კანის ადამიანს. ანუ ყველა სიხუტებს იესო ქრისტე და მოუწოდებს რომ მოვედით ჩემთან ყოველი მაშვიანი და თვითმძიმენი და ამის შესაძლებლობა ეძლევა. რა თქმა უნდა, არ ეგონოს ვინმეს რო გარკვეული ეროვნებაზე ლაპარაკი, გარკვეულ კუთხეზე, გარკვეულ ადამიანებზე, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობაში მოუწოდებს ყველას და ყველა ცხონდება მართლმადიდებლობაში მხოლოდ და მხოლოდ
ვინც აი ამ გაშლილი ხელებს მიიღებს და ჩაეხუტება ძე ღვთისას მამა ღმერთში. ეს არის რომ ჩვენ მოგვეცა ძეობილობა, რომელიც დაკარგული იყო 64-ში იესო ქრისტეს მიერ, აღდგა ეს ძეობა, შვილობა და თუ ხარ შენ შვილი მამა ღმერთის იესო ქრისტეში, შენ ამაღლდები და მჯდომარე ხარ მარჯვენით მამისა და ამიტომაც გამოვისახავთ პირჯვარს, ჯერ მარჯვნივ და შემდგომ მარცხნივ. ამას არ ჭირდება, მე მგონი დიდი მიხედვით, ხო? ხოლო მოწაფეები, რომლებიც ელეონის მთასთან დგანან, წარმოადგენენ ქრისტეს პირველ ეკლესიას. საინტერესო შეკითხვა, რაც საინტერესო ჩართვა გააკეთეთ ელისაბედ, აქ არ იყო სხვა ადამიანი, მარტო მოციქულები. აქედან გამომდინარე, ის ხალხი, ვინც ამ მოციქულების მიერ დაარსებულ ეკლესიაში დარჩება მეორედ მოსვლამდე, ის ხალხი იქნება, ასე ვთქვათ, მარჯვენით მამისა. და ღმერთმა ინებოსო მთელი კაცობრიობა გვენახოს მარჯვენით მამისა, ოღონდ რა თქმა უნდა, იესო ქრისტეში მართლმადიდებლობაში. მამაო, რა კი აი უშუალოდ ამაღლების სცენა გავიხსენეთ ჩვენ და მომენტი არა. ჩვენ ვკითხულობთ სახარებაში, რომ მოციქულები, გახარებულები გაამობრუნდნენ. თითქოს ჩდება კითხვა არა, მაცხოვარი დაშორდა მათ და რაღა უნდა უხარდათ. საინტერესო ჩართვა, ჩემო გიორგი, ნამდვილად ნახეთ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, აი ქრისტე მოვა, ზოგი ფიქრობს უკვე რომ მოვიდა, ზოგი იტყვის აი გეტყვიან აქ არის ქრისტე, იქ არის, აქ მოვა და იქ მოვა. როცა ამაღლებულ მაცხოვარს მოციქულები ელეონის მთაზე შეყურებდნენ, გამოჩნდა ანგელოზი, ეს არის საქმე მოციქულთას პირველი თავის მე-11 მუხლი და ეუბნება მოციქულებს, რა თქვენ ხედავთ ამაღლებულ იესოს და ისევე იხილავთ მომავალს, როგორც ნახეთ ამაღლებული. ანუ სამოციქულო ეკლესიაში ვინც იქნება ის ხალხი და ყველა თელი კაცობრიობა იხილავს, როგორც ქრისტე ამაღლდა, ასევე ყველა დაინახავს, რომ ის მობრძანდება. ესეთი სწავლება აქვს ეკლესიას, რომ აღდგომილი მაცხოვარი არ უნახავს არავის, მაგრამ რომ ამაღლდა, ნახეს, მაგრამ აი სად ამაღლდა უკვე ადამიანის თვალს არ შეუძლია რომ ეს დაინახოს, მაგრამ ვიცით ეკლესიური სწავლებით, რომ მჯდომარეას მარჯვენით მამის. ასევე საინტერესო მომენტია ისიც, რომ აი სტეფანეა პირველ მოწამემ, როცა ის ეწამებოდა იუდეველების მიერ, იხილა ძეკაცისა მდგომარე მამა ღმერთის ტახტის წინაშე და ჩვენ ვიცით იგი მჯდომარეა. აქ არანაირი განსხვავება არ არის, ვინმეს არ ეგონოს რომ რადგან სტეფან პირველ მოწამემ იხილა ის მდგომარე, თითქოს ის ნაკლებია მამაზე. აქ არის ლაპარაკი, როცა ვინმე ეწამება, ვინმე ესე ვთქვათ ჯვარს ატარებს, ქრისტე მდგომარი, ანუ მოღვაწეობის სახით მას ეხმარება ყოველთვის და იგი მასთან არის ყოველთვის. აი მჯდომარე კი არ ეხმარება, მდგომარე შემართებული სახით ეხმარება ქრისტე ყველა მოწამეს, ყველა ტანჯვაში მყოფ ადამიანს. აქ მასზეა საუბარი, რომ ქრისტე მას ეჩვენა როგორც მდგომარე მამის წინაშე, რომ მევედრებოდა მისთვის, რომ სტეფანე პირველ მოწამე ახოვანებით გადაეტანა ეს წამება უფლის გულისთვის. ერთი კითხვა გამიჩნდა, ანუ ჩვენ ვკითხულობთ, რომ არავინ არ ამაღლებულა ზეცად, ანუ უფალი ამაღლდა იქ, საიდანაც მოვიდა, ასე ვთქვათ. მაგრამ აი ბუნებრივად ჩდება ალბათ კითხვა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ატაცებული იქნა ჩვენ ესე ვიცით, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი. ეს არის საკმაოდ ბუნდოვნად მოცული ადგილი, რომ ყოველდღიური ადამიანი, ეს არის ელია წინასწარმეტყველი და ენუქი, რომელიც ცოცხალი არიან აი ამჟამად, მაგრამ ის სამყოფელი ჩვენ არ ვიცით, ეკლესია ამაზე დუმს, ანუ არ ვიცით, რა თქმა უნდა, ყველა ღმერთმა ყველაფერი იცის. ქრისტემდე ერთი ადამიანიც რო ცხონებულიყო და შესულიყო სასუფეველში, მაშინ მისი განკაცება კარგავს ყოველგვარ აზრს. არავინ არ ასულა ღმერთთან ცაში, გარდა ძეკაცისა, რომელიც მოევლინა ზეციდან. თუ ერთი ადამიანი მაინც ცხონდებოდა უფლის გარეშე, ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მაშინ მისი მოსვლა საჭირო არანაირად არ მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანი მართალიც და ცოდულიც იყო აბრაამის წიაღში, ნაწილი იტანჯებოდა, ნაწილი არ იტანჯებოდა, მაგრამ მხოლოდ მაცხოვრის ჯვარცმით და მისი ამაღლებით გაიხსნა, როგორც გითხარით, ჭენი სასუფევლისანი და შევიდა იესო ქრისტე და დასაბამ იქნა შესვენებულთა. ანუ მას შემდეგ, თქვათ, ყველა ვინც ქრისტეში გარდაიცვალა და გარდაიცვლება, ყველა მოხდება მარჯვენით მამის, ანუ 64-ში სასუფეველში. გიორგიმ დასაც ძალიან საინტერესო შეკითხვა, რამდენად შესაძლებელია და როგორ უნდა სიღრმისეულად განვიცადოთ ამაღლების დღესასწაულიო და ბუნებრივი არის ქრისტიანულ მოძღვრებაში საკითხები, რომლის წვდომაც, გაგებაც ბოლომდე ჩვეულებრივი მოკვლევებისთვის არის ძალიან ძნელი. შეიძლება ადამიანურმა ინტელექტმა ეს ვერც ამოხსნას. ამ შემთხვევაში ალბათ უბრალოდ რწმენა არის აუცილებელი. შეიძლება ჩვენ დამახინჯებული რწმენა ხიბლის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ვიღაცამ შეიძლება დახუჭოს თვალები ახლა და წარმოიდგინოს მამა ღმერთის გვერდზე მჯდომარე ქრისტე და მის გვერდზე ის თვითონ მოკალათდეს ახლა და ეგონოს რომ ეს გარშემო ანგელოზები გალობენ, წმინდანები დადიან და ასე შემდეგ. ასე არ უნდა წარმოიდგინოთ. ხიბლის მდგომარეობა. ეს არის ხიბლის მდგომარეობა. ჩვენ სულიერად უნდა ამაღლდეთ. ანუ გულწრფელი აღსარება, ზიარება, ლოცვა, მოყვასის სიყვარული
პირზე ღიმილი, მოფერება, ადამიანების ხარება, ეს არის თავად და რა ისო ჩვენ ახლა საქმე მოვკალათეთ კარგად და წარმოვიდგინოთ ოცნებებში გადავიდეთ, თქვათ რაღაც გარკვეულ ხილვებში და გვეგონოს რომ ჩვენს გარშემო ანგელოზები დაფრინავენ, რაღაც სახარება იკითხება და ასე შემდეგ. ეს სამწუხაროდ ხიბლის მდგომარეობა და ყველას ურჩევ რომ ასე წარმოდგენილად თავი დავანებოთ. სიტყვა მოვისმინოთ და სულიად ავმაღლდეთ მარჯვენა თამის. მამა თქვენ ძალიან წეგან რომ ამაღლების დროს ანგელოზები ეუბნევიან მოციქულებს რომ რასაც ახლა ხედავთ, ანუ როგორც ახლა ამაღლდა თქვენი მაცხოვარი, ასევე იხილავთ. ანუ აქვს თუ არა ამ დღეს ასევე ესქატოლოგიური მნიშვნელობაც? რა თქმა უნდა, აქვს ესქატოლოგიას არის სწავლება მომავალი ცხოვრების და ჟამის შესახებ, რომელიც საკმაოდ დამახინჯებულად იქადაგება ძალიან ბევრი ადამიანის მიერ. ეს ზოგს უკვე გონია გითხარით რომ მე პირდაპირ წერილსა გეტყვიან თქვენ რომ ქრისტე უკვე მოვიდა, ეს არის ანტიქრისტე, დაიმახსოვრთ ეს სიტყვები. ანუ არავინ არ უნდა გითხრას ჩვენ რომ ამერიკაში, ინგლისში თქვათ, ან რუსეთში მოვიდა ქრისტე. ანუ გაგვაფრთხილა ჩვენ ღმერთმა ანგელოზების ბაგეებით, რომ როგორც იხილეთ აღმავალი, ასევე იხილოთ მომავალს. და რა თქვათ, რომელიმე საინფორმაციო საშუალებით, ან ტელევიზიით და პრესად ძალიან ბევრი სექტანტი დადის ახლა თქვათ, რომელიღაც ქვეყანაში სისხლი მოზის ხელებიდან და აცხადებს, რომ მე ვარ ღმერთი, მე ვარ განკაცებული იესო და ძალიან ბევრი მინდევარი ყავს სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ მადლობა მას მართლმადებლები ვართ და ჭეშმარიტი სწავლება ვიცით, რომელიც დაცულია სახარებაში, პატროლოგიით გვეუწყ ლიტურგიკული გადმოცემით და ვართ ბედნიერები და განთავისუფლებული ხო ყოველგვარი ამაო და უაზრო სწავლებისგან და აქედან საშუალება გვაქვს რომ აგერ ვაუწყოთ ყველა ადამიანს და ისე წყური აქვს ისმინოს ხო რას ეუბნება სული ადამიანებს ანუ სულიწმინდა ეკლესია და სახარებისეული სწავლება და ვინც იცის ის განთავისუფლებულია ყოველგვარი სრულ და ამაო სწავლებისგან და ჩვენი მოვალეობაც ეგ არის რომ ადამიანებს ვახაროთ ჭეშმარიტება და რა ის თქვა როგორც დღეს სამწუხაროდ ბევრი წვალებელი ადამიანი ახარებს აბა ჩვენთვის განკუთვნილი დრო იწურება და დასასრულისკენ ერთგვარად რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი და კიდევ ერთხელ ამაღლების მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ და ამით დავასრულოთ. მადლობლები ვართ და მადლობა ღმერთს რომ ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე ამაღლებული და მჯდომარე მარჯვენით მამისა. და თქვენი ცნებართით ელისაბედ, მამაო თქვენი ცნებართით მე საოცარი სიტყვები ამოვიკითხე გუშინ წმინდა იოანე ოქროპირისა და სწორედ აი ამით და მინდა რომ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. სამი უჩვეულო სასწაული ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული. თანა შეიწნა და ღიეს დაურღვეველად და შეურყეველად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება. დიდება უფალს. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, ცირფას ტელემაყურებელს